ძვირფასო ტელემაყურებლებო, აი ამ შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით ჩვენ დღეს გვეყოლება სტუმარი, რომელთანაც ვილაპარაკებთ ჩვენ შექმნილ სიტუაციაზე. ეს კაცი წარმოშობით იმერელია და რა ვიცი, იმერლების მარში ხო არ აპირებს მონაწილეობას, მინდა პირველი ეს ვკითხო. პროფესორი ბატონი ედიშერ გვენეტაძე გვეყოლება სტუმრად. მოგესალმებით ბატონ ედიშერ. მოგესალმებით ბატონო ნიკოლოზ. აპირებს იმერლების მარში მონაწილეობის მიღება. იმერების მარში მე არ ვაპირებ მონაწილეობას, მაგრამ ამბობენ ორნაქმარევის სიდედრებიო და მესამეჯერ რომ არიან გამზადებული ახლა გასათხოვრათო ისინი მოდიანო ზემო იმერეთიდანო ჩემო ბატონო. მე მან მითხრა რა ქვია მარგველაშვილს უთქვია მარგველაშვილმა რო თქვა ხო იცით მე მრავალფეროვანი სექსი მიყვარსო და მრავალფეროვანი სექსის მოყვარული ხალხი ზაპირებს თურმე მარშის გაკეთებას და იქ თურმე სათავეში ჩაუდგება ამას ის ტელესექს დივები რომლებიც მრავლად აყვავ ჩვენ და ისინი ილაპარაკებენ თავიანთ მრავალფეროვან გამოცდილებებზე რა. ესე იგი აი საშინელებები ხდება ეხა ხუმრობა იქით იყოს, მაგრამ რაღა სახუმაროა კაცო ვერ გავიგე. ასეთი რამე სოფლიოს არ უნახია ამნაირი სიგიჟე. მე არ ვიცი მართლა წამყვანი ფსიქიატრები უნდა ჩამოვიყვანოთ მე მგონი და დაკვირვება უნდა განახორციელონ იმ ფილმში არ იყოს ისეთი რაღაცები ხდება საქართველოში რომ შიზოფრენის რაღაცა გამოვლინებებს აქვს ადგილი რა. ხონია, ამისათვის გამოწერილი იქ არის ქუტირში, არის ფსიქიატრიული საავადმყოფო არის ქუტირში, ხო და მინდორიცაა ბატონო ნიკოლოზ იქა ძალიან დიდი და შეუძლიათ იარონ, იცეკვონ, იმღერონ და ეს მართლა წარმოუდგენელი რამ არის. თუმცა დავიდნენ იმ დონემდე, რომელზეც დავიდნენ დღეს ჩვენ ეხლა რასაც ვნახულობთ, რომ ვის უტარებენ თუ გაცეხა ერთი გამაგებინი არჩევნებს. არჩევნები უნდა ჩავატაროთ, ისი არჩევნების ჩატარება, რა არჩევნების ჩატარება, ვინ რომელ კონსტიტუციაში წერია არჩევნების ჩატარება, ხება კონსტიტუციითო ის ბეხრეკი დედაბერი ლაპარაკობს და კიდე ამას ზემოთ დამატებული ერთი მეტად მნიშვნელოვანი რამ. პარლამენტმა კომისიების თავმჯდომარეები აირჩია, პარლამენტის თავმჯდომარე აირჩია, ბიუჯეტი დაამტკიცა, ხო და ახლა არჩევ. როგორ გითხრათ, იცით? თავიანთ პატრონებიანად მართლა პატრონი არ ყავთ მაგათ თორემ წასაყვანი არიან იქ სადაც ადრე მუშაობდა აფრთხონებული ავლიპი ზურაბიშვილი ავლიპი და ძალიან დააკრა ჩვენს ქვეყანას ავლიპი ძალიან ბევრი პაციენტი ყოლია სამწუხაროდ თუ ამაზე როგორ შეიძლება ახლა ადამიანმა რაიმე სერიოზულად ილაპარაკო და რაიმე როგორ გითხრათ იცი ანალიზი გააკეთო რაზია ლაპარაკი როგორ იდგნენ დღეს გამახსენდა ქალბატონი სალომე რომ იდგა ისკა ტრიბუნასთან აი არაჩვეულებრივ გამოფენაში რო არის ჩემო ბატონო სავლეს მეგობრებიო ალექსიო ბაქოსიო და მისი ქალიშვილი კახოსიო თუ რაღაცას ლაპარაკობდა ზუსტად ანალოგიური სიტუაცია იყო და როგორ გითხრათ, იცით, მათი პატრონები ძალიან გამოტვინებული არიან და არ გაგაკვირდეთ ბატონო ნიკოლოზ, თუმცა თქვენ ძალიან განათლებული კაცი ხართ და ძალიან მშვენივრად იცით, რა დაემართებოდა ბოლო ხანებში იმპერიებს. იმპერიებს რას ლაპარაკობ, ესენი იმათი შემადგენელი ნაწილია, როგორც არის ამერიკის ლიბერალურ-ფაშისტური იმპერია. დასავლეთის ლიბერალურ-ფაშისტული იმპერია, რომელიც არსებობის უკანასკნელ დღეებს ითვლის. ხო და ხო ხედავთ როგორი სახეები აქვს, რა შვებია, როგორ დაბოდიალობენ. იმაში იმერეთში იტყვიან, წეგან იმერეთით დაიწყეთ. თქვენ ჭაჭანაჭამი ინდაურებივითო. ალბათ გაქვთ ისა, რა ქვია, ქართული ფილმია, დაკარგული 64 ნახული და ჭაჭას რო გადაყრის ის ეპროსინე და დაესევა ინდაურები და მე დაიხოცება ჩემო ბატონო. ზუსტად ანალოგიური სიტუაციაში არიან დღევანდელ დღეს ეს უბედურები და რა გითხრათ ახლა იცით? ბოლოს მე და თქვენ არაერთხელ ვილაპარაკია ამის შესახებ და ხაზგასმით უნდა აღნიშნოთ, რომ თავდება ის ეპოქა, რომელსაც ქვია ეს ვარდხანალის ეპოქა, ეს მესაჯდომეების ეპოქა, რომელიც განსაკუთრებით შეიქმნა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და მიაღწია აპოგიამ აგერ ბლინკენის საგარეო საქმეთა მინისტრობისა და ბაიდენზე რაზეა ლაპარაკი ბაიდენის პრეზიდენტობა ბოლო ხანებში ისი პრეზიდენტობა კი არა როგორც ჩვენში იტყვიან ნახევარი ბატიც არ ჩაებარებოდა მას
როდესაც თქვენს ასეთი ფრაზა კაცი არ დაუძახო და ქალს ქალი არ დაუძახო და შემდეგ ის ბავშვებს თან ჩაატარეთო პროპაგანდა აგიტაცია ერთგესიანთა ქორწინებაზე და რაღაცა გადაკეთებაზე გადმოკეთებაზე ანალოგიური სიტუაციაში ხდებოდა ძველი იმპერიებში დაცემის დროს აბა მაგალითად ბიზანტიის იმპერია როდესაც ეცემოდა კერძოდ კონსტანტინოპოლი უკვე არარსებული იმპერიის დედაქალაქი კონსტანტინოპოლი შეიკრიბნენ ის აია სოფიას მურწყინვალეს ტაძარში და საუბრობდნენ იმის შესახებ მეჰმედი მოსული იყო ემასთან აქვეა ტაძართან ახლოს და საუბრობდნენ იმის შესახებ ერთ ნემსის წვერზე რამდენი ანგელოზი დაეტევა რა უნდა გითხრათ ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი რამ რაც დღევანდელ პერიოდში ხდება საქართველოში მაგრამ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს დასრულდება ეს ეპოქა წავლენ სალომეები წავლენ ბოკუჩავები წავლენ მელიები წავლენ გვარამიები და მათი ადგილი დარჩება იმ ჯანსაღ ძალას რომელიც მოვა დამკვიდრდება და ქვეყნის განვითარებაზე ილაპარაკებს ბოლოს და ბოლოს ნახეთ როგორ მკრეხელობებს ჩადიან სანამდე მივიდნენ კაცო კუბო დაწვეს ქრისტეს გამოსახულებით თუ იუდეველებმა ქრისტე ჯვარს აწვეს დაწვით არ დაუწვიათ ამათმა დაწვეს და მე ლაპარაკობენ რას ლაპარაკობენ კაცო ლაპარაკობენ იმას რომ ესო კუბოო ჩვენო გამოვიწერეთო ჩინეთიდან ეხლა ერთი რამ მინდა გითხრათ თქვენ ჩემზე ბევრად ახალგაზრდა კაცი ბრძანდებით მე 63-ის ვარ და 63 გასვენებაში მაინც ვიქნები დაკრძალვაზე მაინც ვიქნები 63 დაკრძალვაზე მაინც ვიქნები ნაპყო მე მაგალითად არც არ მინახია ქრისტეს გამოსახულებიანი კუბო მაგათ ოჯახში იყოს კუბო ამას ვლაპარაკობ იმაც ვინც იქ დარბის და ვინაც ის გააკეთა ხო რატომ ვლაპარაკობ ეხლა ამათ ჯვარი მინახავს ალბათ ასევე იქნებოდით თქვენ და ჩვენი მაყურებელიც კაცო ასრულებენ იცი სატანურია სატანისტურ რიტუალებს ასრულებენ ის რომ იჯდა ის ქალი იქა ვიღაცა და რაღაცა თეფშები თუ გოგები ხომ რომ მქონდა მიტანილი და რაღაცეებს აკეთებს არა საშინელება აი მე ხა მაყურებელს მინდა ვანახო ის კადრები სადაც აი ტორტი მიიტანეს კუბოიანი ვარდისფერი ტორტი რომ მიიტანეს ვანახოთ ეხა მაყურებელს აი ეს კადრები სასახლე ვარდისფერი მინდა და მეო ხოდა აუხტინეთ ოცნება ტორტია ეგა კი ნახოთ თუ დაიჭრება ცივი არ არის ბიჭებსაც კითხე ჩავიფიქრეთ თუ რა უნდა იყოს აი ვიქი ჩავიფიქრეთ რომ ეს წარწერა აღვენახოს აცი აი ეს ლოგო აღვენახოს არასდროს საიდან დავიწყო არ ვიცი უი ჭრის გულშიდა რაღაცა გემრიელი ტორტი არა მაიც რაღაც რა გავაზარდო ეს ძალადობა ჩაკეთებოდა აი და ვერ გადაჭი და ვერ თავმოაჭრე და ეგა მოიჭრენ მირეკავენ დაგიჭერენ შეობადრონო დამიჭირე ჭრის აია დიდი რაოდენობის ტაოტის გამოყენება შეიძლება დამიჭირო ო ტორტი ქალბატონო კუბოსტრი ვარდისფერ სოფრენსას კუბოსტრი მაგოთი საჭიროა დაიცადე მოგაჩარე იჭერა სულ დანა არა ვინ არის კაც პირველი მოიცა მე კენი გაკეთებულია და თუ ჯერ მომიცა ხომიცა ვინ ჩამე აბა დაგონახე ახლა უი აყოფილა სუსი გამოჩეულებია და მეყოფილა მიდოდი ხო არა გაკრა აი გავჭრი ეს ხალხი კიდევ ერთხელ ვიმეორებ არის ავანტყოფები და ბოლოს აი თქვენ რო თქვით ეხა ესე როგორ დაამთავრებენ იცი აი მონანიებაში რო ის ვარლამალავიძე რო დადის დააბნელე ბაბუ დააბნელე მზეო აი ესე ივლიან ესე პარლამენტის გარშემო და დააბნელე თუ ცალკე ეს ზალომე ზურაბიშვილი ხდება თეთრებში გამოწყობილი ცალკე ეს ნიკუტა გვარამია იმიტომ რომ მე რასაც ხედავ ეს არის შიზოფრენია ხალხო აი მე არ ვიცი მთელი ქვეყანა გააგიჟეს და მე მინდა მადლობა უთხრა ბიზინა ივანიშვილს კი ბატონო მადლობა მინდა უთხრა ივანიშვილს ამდენი გიჟი რო ერთად გვანახა რა ამდენი გააგიჟა ესე იგი ერთი წამით ამდენი ხალხი რო საქართველოში აი ლუსტრაცია წარმოადგინა ვინ არის აი ვინ არიან ესენი რა
მე მინდა რომ აპლოდისმენტები ეკუთვნის ამ კაცს, რომ დაანახა, აი ყველა ფარული მოღალატეც დაანახა ქვეყანას, მაგრამ ეხლა მეორე ეტაპი არის უკვე ის, რომ ეს მოღალატეები ჩვენ გაიწმინდოს მოღალატეებისგან ეს ქვეყანა, იმიტომ რომ სხვანაირად შეუძლებელია, იმიტომ რომ ეხლა მე თქვენ ეხლა პედაგოგი ბრძანდებით, პროფესორი და მე მაქვს ინფორმაცია, მასწავლებლები ეუნებიან ბავშვებს გადით აქციაზე. სკოლის მასწავლებლები. მე არ ვიცი, განათლების სამინისტროში ალბათ არის გენინსპექცია, ხო? ხო და უნდა გამოვლინდეს ესეთი მასწავლებლები, სახალხოდ უნდა დაისაჯოს ესენი. უნდა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს ის მასწავლებელი, ის უნივერსიტეტის პედაგოგი, რომელიც ბავშვებს უკითხავს ლექციას იმაზე, მაგალითად, რომ რა ცუდია ეს მთავრობა. მე ერთი რამე მინდა გითხრათ თითეულ მას ლექტორს. მე თითეულ თქვენგანზე მაქვს ინფორმაცია, ვის აკითხულობს ლექციას, რომ ესე იგი ეს მთავრობა მოვიცილეთო რო იძახით. აი პირადად გეუბნებით თქვენ იმ ადგილებს ვერ შეინარჩუნებთ და ციხეში დალპებით. იმიტომ რომ თქვენ ხართ საქართველოს მოღალატეები და თქვენ აუცილებლად მოცილდებით იმ დაწესებულებებს, იმიტომ რომ შეუძლებელია დღეს რომ სასწავლო საგანმანათლებლო დაწესებულებაში იყოს ადამიანი, რომელიც ბავშვებს აუბედურებს. ეგ იგივეა ცხრის ფარაში მგელი შეუშვა. და ამიტომაც არის გადახედეთ ძირითადად ვინ არის ამ აქციებზე? ბავშვები არიან, კაცო, ხო? ხო ხედავთ არა, სტუდენტი ახალგაზრდობა. აქედან გამომდინარე ბატონო ნიკოლოზ, ერთი რამ მინდა კიდე გითხრათ. თქვენ ახალგაზრდა კაცი ბრძანდები და არ გახსოვთ საქართველოში ჩატარდა ეგრეთ წოდებული კაკაბეთის პროცესი, კაკაბეთის ზარები, ასე თქვა მაშინ. კაკაბეთში ბავშვი გაიტაცეს, ხო და კაკაბეთელმა გაიტაცა, ასე მახსოვს, კომუნისტების პერიოდი იყო, გამოსასყიდის მიზნით. და შემდეგ კაკაბეთში დაარისხდა ეს ზარები და ტელევიზიამ ხალხმა გაასამართლა ფაქტობრივად ის, ვინაც ეს გააკეთა და მაშინვე მოიშთვეს ყოველი. რა მინდა იცი გითხრათ და ტელევიზიით იყო ამის გადაცემა. მე ასეთი აზრი მაქვს. ის პატარა ბიჭი, რომელიც იქ მიიყვანეს, მოლოტოვის კოქტეილი დააჭერინეს ხელში და მთელმა მსოფლიომ ნახა პატარა ბავშვი როგორ ესროდა მოლოტოვის კოქტეილს ჩვენს საგმირ პოლიციელებს. აი იმის მშობლები, მისი მასწავლებლები, მისი აი როგორ ვინაც კი იმ დონემდე მიიყვანა ის ბავშვი, რომ იქ მიიყვანეს და ხელში დააკავებინეს ის მოლოტოვის კოქტეილი, ის აუცილებლად ფართო საზოგადოებრივობისათვის უნდა იყოს იმათი სახელები ცნობილი, იმათი ბავშვის სკოლა, იმ ბავშვის მასწავლებელი, იმ ბავშვის მშობლები და განსაკუთრებით გვარამია, მელია, ბოკუჩავა და ყველა იმ ხროვის აბსოლუტურად ის ქმედებები ცნობილი, რომლითაც ისინი ასე საშინლად ექცევიან მოზარდ თაობას. ამავე დროს უპირველეს ყოვლისა, ყოველ შემთხვევისათვის მე არ ვლაპარაკობ ახლა მისთვის ნამდვილად ბედნიერება იქნება ამ ბეხრეკი დედაბერის ციხეში გამოკეტვა, მაგრამ მთელ მსოფლიოს უნდა ვამცნოთ, რომ ეს არის ერთადერთი პრეზიდენტი, რომელიც ბაღიზდა სკოლის მოსწავლეებს მოუწოდებდა, რომ მისულიყვნენ მიტინგებზე და იმ აგრესიულ მომიტინგეებს გვერდში დადგომოდნენ. ანუ ისინი ბავშვების სიცოცხლეს, ბავშვებს ესად დედაკაცი ბოროტი, კუდიანი დედაბერი ბავშვების სიცოცხლეს წირავდა. ამავე დროს ნახეთ, რომელმა ერთმა მათგანმა დაგმო პატარა ბავშვების იქ მიყვანა. მითხარით ერთი რომელმა მათგანმა ამიტომ ჩვენ საზოგადოებად ვერასდროს ვერ შევდგებით, ჩვენ სახელმწიფოს ვერ განმამტკიცებთ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, თუ სათანადოდ არ იქნენ ეს ადამიანები დაჟილი, ვისაც ბავშვები მიყავს სასაკლაოზე, ამას რა აკეთებდა თავიდან არა, ბოლოს სიცოცხლის ბოლო წლებში და ბოლო დღეებში, ფაქტობრივად სიცოცხლის ბოლო დღეებში ჰიტლერი, რომელმაც ჰიტლერი უგედები 13-14 წლის ბავშვები გამოიყვანა საბრძოლველად. რით განსხვავდება სალომე ზურაბიშვილი, რით განსხვავდებიან ყველა დანარჩენი ეს ნაძირალები, კიდევ აღარ ჩამოყვები მათ სახელი და გვარებს, რომლებიც ამ საშინელებებს ჩადიან.
და ფაქტობრივად წინავენ მომავალ თაობებს. ეხლა განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო ერთ ისეთ პიროვნებაზე, რომელიც მაგათთან დგას დღევანდელ დღეს და იჩემებს რაღაცა. ეს არის განსაკუთრებით მინდა გითხრა გიორგი გახარია. გიორგი გახარია, რომელსაც არც სინდისი, არც ნამუსი, არც არაფერი საერთოდ რომ არ აწუხებს. რატო ვლაპარაკობ ახლა ამას? მე მithქვამთ მაყურებლის წინაშე, რომ მე ძალიან მხარს უჭედი და სიმპათიით ვიყავი ამ კაცის მიმართ განწყობილი, განსაკუთრებით იმ დღეს 20 ივნისის მოვლენების დროს. იმიტომ რომ მიმაჩნდა რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ ხელი არც ერთ შემთხვევისათვის არავინ არ უნდა ეწვიოს. ხო და ეს გიორგი გახარია დღეს გამოდის და ტაშს უკრავს იმათ, ვინაც პოლიციელებს, რომელთა მინისტრი ერთდროს თავად იყო, დაახლოებით 5-6 წლის უკან, იმათ უკრავს ტაშს, ვინაც ამ პოლიციელებს დაწვას უპირებდა. რატო ვლაპარაკობ ბატონო ნიკოლოზ ახლა მე ამას? გიორგი გახარია ძალიან მშვენივრად იცის, რომ იმ 20 ივნისის დროს ერთ-ერთ პოლიციელს თავში მოახვედრეს ქვა. შემდეგ ის პოლიციელი ღმერთმა აცხონოს, ჩაუტარეს ოპერაცია უცხოეთში, იქედან დაბრუნებულმა თავი მოიკლა. სუიციდით დაამთავრა ცხოვრება. ამის შემდეგ რა დუღირს მითხრას გიორგი გახარიას, რა დუღირს ის, რასაც ის ჩადის. და შემდეგ გიორგი გახარიას თვალთხარიას რომ უძახდნენ. რატომ დამალა და დღემდე მალავს, რას აკეთებდნენ ის გოგონები განსაკუთრებით ბოთლებში რომ ყრიდნენ ქვებს და შემდეგ იგივე იმ პოლიციელებს რომ ესწორდნენ მაშინ. აი ეს კაცია გიორგი გახარია და თქვენ როდესაც ვლაპარაკობ და მოთხოვნა გვაქვს იმის შესახებ, რომ თუ რატომ ვერ მოახდინა ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ ამ ადამიანების თავის დროზე გამოვლენა, ნახეთ, პირველი პირი, ფაქტობრივად ქვეყანაში პირველი პირი აღმოჩნდა ნაღდი მოღალატე და კაცი, რომელიც ლაპარაკობდა, რომ მე ნაცებს დავასრულებო, ამ დროს ეს გიორგი გახარია დღეს ერთ-ერთში იმეორებს იმას, რასაც სააკაშვილი. ნახეთ, პირველი იანვარამდეო და ჩვენ უნდა დავასრულოთ პირველი ფაზაო. თორე შემდეგ ჩვენი პატრონებიო ძალიან გაგვიბრაზდებიანო. ანალოგიურს ლაპარაკობს სააკაშვილი. მაშასადამე რა გამოდის? გამოდის ის, რომ ეს იყო ერთი უზარმაზარი ძალა გაერთიანებული ერთად ფულზებად ლაპარაკი თორე ხალხის ავტორიტეტზე არა, რომელიც ყოველ წუთსა და ყოველ წამს ფიქრობდა და ფიქრობს ქართული სახელმწიფოს განადგურებაზე. მათ დავალებული აქვთ ეს და ნახეთ თითებზე ითვლიან რამდენი დღე დარჩათ და როგორ უნდა მოიმოქმედოს საქართველოს სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ. მაგრამ 26 ოქტომბერს ქართველი ერი, ბერი და მღვდელი ყველა ერთად გაერთიანდა და ამ ადამიანებს მიუსჩინა ის ადგილი, რომელიც მათ დღეს აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ამათ არ აცდება ის სასჯელი, რომელთაც ისინი ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ერისაგან გასაგები. დიდი მადლობა მინდა გითხრათ ბატონო ედიშე, როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი და მეც და თქვენც დარწმუნებული ვართ ალბათ იმაში, რომ მალე ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ ქართულ ხალხს და ჩვენ ქვეყანას შეფერის, რომ სამშობლოს მოღალატეები აუცილებლად აგებენ პასუხს. მადლობა. კარგად. წარმატებები თქვენ ტელევიზიას და თქვენ პირადად ნიკოლოზ. გაიხარით. ჩვენი სტუმარი იყო პროფესორი, პოლიტოლოგი ბატონი ედიშერ გვენეტაძე.